საინტერესო სიუჟეტი უნდა ვნახოთ. ბავშვობის საყვარელი ჰობი, რომელიც პროფესიად იქცა. ნიკა ყოჭლამაზაშვილის ქანდაკებებისა და ნახატების სამყაროს მარიკა შონია გაგვაცნობს. საერთოდ ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავ, ვიცი. ანუ ცოტა ჩაკეტილიც ვიყავი რაღაც. მე სადღაც ბებიასთან გავიზარდე. შობლებთან ერთად რო არ ხარ და რაღაც დამოშორებით რო ხარ, ძალიან მოქმედებს რა საერთოდ ფსიქოლოგიაზე და ვიყავი ძალიან ისე ჩაკეტილი. თან ეს იმდენად მიყვარდა ეს ხელოვნებას, აი მართლა ყველაფერს რაც ეხებოდა, დაწყებული ხატვით, ძერწვით, ყოფილა შემთხვევა რომ სახლში ტილოები და რაღაც დავჭერი და რაღაც ან ყველაფერს ვცდილობდი რომ გამეკეთებინა შემექნა რა. ანუ ეს მოდიოდა ნენუნა ეს ხელოვნება. აი ვიცოდი რომ ხატვა მინდოდა, აი სულ სჯიდნენ ხანდახან რომ ისწავლე, ნუ ხატავ, მე არა რომ ვიწყებდი მათემატიკას ფურცლებ, ბოლოდან ვიწყებდი ხატვას და ყოველთვის ჭარბობდა, გადმოდიოდა ნახევარზე ჩემი ხატვა. სერიოზულად რო შევხედე ხატვას, სადღაც 6 წლის უკან გამდობოდ ჰობი იყო, პროფესიით არქიტექტორი ვარ, დაამთავრე ტექნიკურ უნივერსიტეტი. ქანდაკებს რაც შეეხება, როგორ იყო, ძალიან პატარა რო ვიყავი, სადღაც 8 წლის, 7 წლის და იყო სულ ვაკეთებდი ხოლმე პლასტინი რაღაც შემთხვევა მგონია, რომ სამთელით გამეკეთებია, ვადნობდი ხელში ვაცხელებდი ეს ძველთელთ სამთელებს რაღაცა. და მის მარეკ ვაკეთებდი ხოლმე რაღაცებს ვაყრიდი, მე ვჭრობდი და ძალიან ლამაზ რაღაცებს ვაკეთებდი მართლა ანგელოზზე და რაღაცეებს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ყავს საქართველოში, მაგით ძალიან ბედნიერები ვართ, რამდენი არიან და საუც რაღაცებს აკეთებენ, სხვადასხვა მასალი და რაღაცა. მე ეს ავირჩიე როგორც ჩემი მიმდინარეობა, არც მიმდინარეობაც არ ვიცი, როგორ რა ქვია აფრისი. პროფესიულ დონეზე ხო არც მაგ განათლება ასე რომ არ ვიცი რა ქვია ჩემ ქანდაკებს. რო დავაკურდე პროცენტულად რაც უფრო ძალიან მოწონთ ხალხს, ყოველთვის არის შექმნილი როცა მარტო ვარ. ანუ ხასიათს კიდე რაც უფრო ცუდად ვარ, მით უფრო კაი ხატი გამოდის, არ ვიცი რა ხდება. ხუმრობ ხოლმე ხანდახან და შავთეთრი იმდენად დავიღალე სამყაროთი შავთეთრით, რომ ცოტა ეს ჩემი სევდაც თუ რაღაც მირჩევნია ფერადად და ლამაზად გამოვხატო. საერთოდ ვერც-ერთ ნახატს ვერ ვარქმევ სახელს. ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ აი ეს რა ნახატია და უკვე მიწევს იმხელა რაღაც ისტორიის მოყოლა, რომ ანუ არის ყველა რაღაც ემოცია. და ხშირად ხდება ხოლმე ხა რამდენიმე კამპანიები რომ მქონდა ეს ხალხი რომ მოდის დაათვალე, ანუ ყველა თავის თავს ხედავს. ანუ არ შეიძლება რომ არ დაინახვა შენი თავი ერთ ნახატში მაინც. პერსონალური გამოფენა მქონდა, მგონი თითქოს იმდენი მაგერიცენ. სამი. ყველა იყო თბილისში. ეხლა ბოლოს მქონდა ერთი გამოფენა, ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. უმეტესად მართლა თან ეხლა ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით რაღაც ეს ჩემი თავი გადავდე, სულ აქ ვარ და სულ მუშაობ, ანუ სხვა. ანუ დიდად გარეთ აღარ გავდივარ, იყო ხოლმე დრო გავდივდი მეგობრებთან და რაღაც სადღაც, მაგრამ ეხლა უკვე იმდენად ვირჩევნია, ვიყო წყარად. რა თქმა უნდა, მეგობრებს ნახულობ, სამე სახლში სტუმრად და რაღაც ათობით 1000-ში ერთხელ ძალიან უმეტესად მაინც დროს უთმობ ჩემ ხელოვნებას. დილით რო ავდგები ხოლმე, საერთოდ ძალიან ადრე არ მიყვარს. ვდგები ხოლმე 12-ზე რაღაც პირველზე და ჩამოდივარ და შეიძლება ისე დაღამდეს და ისე დაბნელდეს, რომ ვერც ვიგრძნო. ნახატებს რაც შეეხება, მასალა უმეტესად ანუ შერეული ტექნიკით მუშაობ, ანუ არ არის მარტო ზეთი, ანუ რაღაც მუშაობ, მაგრამ ზეთიც არის, აკრილი, გუაში, შეიძლება აკვარელის ვიხმარო. კიდე არის ზეთოვანი პასტელები, სარცის პასტელები და ძალიან ბევრი, ანუ ყველაფერი, ბევრი რაღაც შეიძლება გავაკეთო ერთად. ქანდაკებებს მეტალით კიდე სპილენს ვიყენებ, ანუ სიდიდეების მიხედვით ის ჟანგავი ყველაზე დიდია მოცულობით. დანარჩენი სპილენზე უკვე შედებით 3 ზომა მაქვს არჩეული და იმით გრიხავ ესე ხელი. ხანდახან სჭირდება დიდი დრო. თან უკვე რაღაც რო იცი რა წარმოსახვით რა უნდა გააკეთო. ძალიან რთულია რომ თან ხასიათი რო აღარ გაქვს უკვე მეორე დილით რო უკვე სხვა რაღაც გინდა რომ გააკეთო და ის უკვე დაწყებული გაქვს და გინდა რომ დაამთავრო. ყოველთვის მენანება. უბრალოდ ეს რახან ჩემი საქმეა და რაღაც, იმიტომ რომ არ მუშაობ და ეს არის ჩემი სამსახური, მაგიტო რომ ნამდვილად დიდი სიამოვნებით დავიკიდებდი ყველა ნამუშევარს და იქნებოდა ჩემთან ძალიან ბედნიერი. ერთი ნახატი იყო ავტოპორტრეტი ჩემთან ხან დახატული, მაგრამ ისე მოხდა რომ გაიყიდა.
არ დავიძახდი ყოველთვის რომ აი ამ ნახატს არ გავყიდი, იმიტომ რომ აი ვინ იყიდი და ჩემი თავი დავხატე. ისე გამოვიდა ბოლოს მაინც წაიღეს არ არის საქართველოში. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში სიტუაცია, ანუ რაღაც მომენტები რო არ მეხატა ალბათ ანუ რაღაც შეიძლება და რაღაც ცუდი რაღაც გამეკეთებინა ან პირიქით შეიძლება რაღაც ზედმეტად დიდი სისულელი. შეკვეთას რაც შეეხება აი ადამიანი რომ მითხრას რომ მე მინდა დამიხატოს სიყვარული ბეთყვი რომ სიყვარულს დაგიხატავს, სიყვარული იქნება, შეუძლია მითხრას ფერები და მე დავხატო ის სიყვარული. უბრალოდ მე როგორც გძნობ ამ სიყვარულს. ეხლა მარი გამოფენას ვაპირებ და მინდა რომ უფრო მეტად ჭარბობდეს ქანდაკებები. ალბათ უფრო საინტერესო იქნება ნახევარისთვის. ერთ-ერთი ოცნება მაქვს რომ ცუდი რაღაცები არ მისმოდეს არასდროს მართლა.